ასაკში მუცელი დიდი პრობლემაა კაცებისთვისაც, ქალებისთვისაც და ზოგჯერ ამბობენ, რომ აი წონაში არ ვიმატებ, მაგრამ მუცელი მეზრდება, ხო, ეზრდებათ, იმიტომ რომ ასაკთან ერთად ადამიანი კარგავს კუნთებს და ადვილად აგროვებს ცხიმებს და კუნთებს ანაცვლებს ცხიმი და კი მუცელი იზრდება და წონა იგივე რჩება. დაახლოებით ყველა წელიწადში 2% კუნთს კარგავს ადამიანი, განსაკუთრებით ვინც არ ვარჯიშობს. ამიტომ ეგ დიდი პრობლემაა რეალურად. მეორეს მხრივ არიან ადამიანები, რომელსაც ჯანსაღი წონა აქვს სასწორზე, მაგრამ მუცელი მაინც აქვს. ეგ კიდე მეორე დიდი პრობლემაა. ვაშლისებულ ტანს ეძახიან, როცა ადამიანს მუცელი აქვს განსაკუთრებით დიდი, მაშინ როცა სხვა ისეთი სხვაგან ცხიმების დაგროვება მაინც არ აქვს. მესამე არის ადამიანები, რომლებიც სვამენ. სვამენ ლუდს და ლუდის მუცელს, რომ ეძახიან ლუდი მუცელს ზრდისო რომ ამბობენ. ნაწილობრივ მართალია და ეხმარება, რადგან ცხიმების წვას აფერხებს ალკოჰოლი. ალკოჰოლს თავის მხრივ კალორიები აქვს და ეგ დამატებითი კალორიებია, რომელიც საჭმელს, რასაც ჭარბსმენი ადამიანი სრულიად აქცევს და კი, ალკოჰოლი ეხმარება მუცელს ზრდაში. ადამიანი ასაკთან ერთად ხდება კიდევ უფრო ზარმაცი, ნაკლებს მოძრაობს. ადამიანი ასაკთან ერთად გამოიმუშავებს ნაკლებ ზრდის ჰორმონს. ზრდის ჰორმონი მარტო ზრდისთვის არ არის აუცილებელი, არამედ ზრდის ჰორმონი აუცილებელია ცხიმების წვისთვის. კაცებში განსაკუთრებით ტესტოსტერონი, ზრდის ჰორმონი ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. ტესტოსტერონიც 30 წლიდან ყოველ წელს იკლებს თითო პროცენტით. სინამდვილეში უზარმაზარი კლებაა ეს და ტესტოსტერონიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კუნთები შენარჩუნდეს, ცხიმები ეფექტურად დაიწვას და ეს პროპორციაც იცვლება. ამიტომ ყველაფერი იქითკენ მიუთითებს, რომ ასაკთან ერთად მუცელი მოგვემატოს, ამიტომ ორმაგი ძალის ხმევა გვჭირდება ჩვენ, რომ ასაკში მუცელი არ გქონდეს. ყველაზე მარტივი გაზომვა მუცელი გაქვს თუ არა არის შენი სიმაღლე სანტიმეტრებში შეაფარდე მუცლის გარშემოწერილობასთან. მუცლის გარშემოწერილობას ამბობენ წელის გარშემოწერილობას. უნდა განსაზღვრო არც ყველაზე განიერ ადგილას და არც ყველაზე ვიწრო ადგილას. დაახლოებით ჭიპის ოდნავ ზევით, ისე რომ ზომიერად გქონდეს ამოსუნთქული ჰაერი და ჩვეულებრივ მდგომარეობაში გქონდეს მუცელი არც გამობერილი, მაგრამ არ შეწეული და ისე უნდა გაიზომო, რომ იყოს არც მჭიდროდ და არც ძალიან მოშებულად და რა რიცხვიც იქნება მისი ორზე გამრავლებით შენს სიმაღლეზე მეტი რიცხვი არ უნდა გამოდიოდეს. მაგალითად, თუ კი შენი სიმაღლე არის 160 სანტიმეტრი, მუცლის გარშემოწერილობა 80-ზე მეტი არ შეიძლება რომ გქონდეს. ეს არის ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან გამოსადეგი წესი. რა არის მუცლის ცხიმი? კონკრეტულად რა არის? რას ამბობენ მუცლის ცხიმი? ჩვენ გვაქვს ძირითადად ორი სახის ცხიმი. მესამეც არის, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს. ერთი არის კანქვეშა ცხიმი. კანქვეშა ცხიმი არის ადამიანს რომ მოკიდებ ხელს, რაც ეს კანზე ამოყვება, ეგ არის კანქვეშა ცხიმი. კან მუცელზე რო ესე უწმიტო ადამიანს და ხელს რაც მოყვება, ეგეც კანქვეშა ცხიმია. კანქვეშა ცხიმი დიდად საშიში არაა, მოკლედ. მაგრამ მეორენაირი ცხიმია, რომელიც არის საშიში და ამას ეძახიან ვისცერალურ ცხიმს. ვისცერალური ცხიმი არის შინაგანი ორგანოების გარშემო და ნაწლავების წინ ბადეკონს ეძახიან, აი ცხოველი, ვისაც ძროხის ან ღორის ბადეკონი შეიძლება ნაახიათ
მაგრამ ვისაც არა, მოკლედ ნაწლავზე ჩამოფარებულია ცხიმი, ცხიმოვანი პირდაპირ გაგებით ცხიმის მასაა, რომელიც ფარდასავით არის ჩამოფარებული ნაწლავზე და ამას ეძახიან ბადექონს. ეს ბადექონი ძირითადად დამცველობის ფუნქცია აქვს ორგანოების, მაგრამ იზრდება და მუსას აწვება და ცუდია ძალიან მოკლედ. შესაბამისად ძალიან არასასურველია ბადექონი და მუცლის ცხიმები და ამას ყველაფერს ერთად ეძახიან ვისცერალურ ცხიმებს. შინაგანი ორგანოების გარშემო ცხიმებია, თირკმელების გარშემო, ნაწლავებთან, ბადექონი, ღვიძლის გარშემო და ასე. ამ ყველაფერს ეძახიან ვისცერალურ ან მუცლის ცხიმებს. მუცლის ცხიმები არის ეს გარედან რომ შეხედო ხელი ვერ მოკიდებ. ისეთია, იმიტომ რომ კუნთი ეფარება, კუნთი შიგნითაა და რაც მოკიდებ გარედან თუ მოუჭერა რომ ეს მუცელზე ხელს, ეგ არის კანქვეშა ცხიმი. ეგ ვისცერალური ცხიმი არა, კანქვეშა ცხიმია, რომელიც ნაკლებს აშიშია, მაგრამ მაინც არასასურველი. რა ეხმარება ახლა კიდე ამ მუცლის ცხიმებს ზრდაში? ეხმარება ძალიან ის, რომ დროსთან ერთად ადამიანის კუნთებს ანაცვლებს ცხიმები. ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა და ადამიანები გრძნობენ ხოლმე იმით, რომ ის შარვალი წელის მიდამოში უჭერს, რომელიც არ უჭერდა. ერთ-ერთი ხვდებიან ხოლმე ეგ არის. ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ვაშლის ფორმა, ვაშლის ფორმის სხეული, რომელსაც აქვს, ეგ ძალიან დიდი პრობლემაა ხოლმე, იმიტომ რომ ეგეთ ადამიანებს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები. ვაშლის ფორმას ეძახიან, როცა მუცელი გამოკვეთილია, ფეხები წვრილია, ზევით დიდია ადამიანი რა, აი მაგას ეძახიან ვაშლის ფორმას. პრობლემა ასევე მუცლის ცხიმზე მიუთითებს ისიც, როცა ადამიანს აქვს კრეივინგები, ძალიან უნდა შაქარი განსაკუთრებით საღამოს, გლუკოზის დონე როცა არასტაბილურია, ღამე ჭამს. და როცა სისხლის ანალიზებს იკეთებს ეს ადამიანი, ტრიგლიცერიდები მომატებული აქვს, კარგი ქოლესტერინი დაკლებული აქვს და ALT ღვიძლის მარკერიც მომატებული აქვს. და გლიკირებული ჰემოგლობინიც არც ისე კარგად შეიძლება არ იყოს. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ცხიმები მომატებულია სისხლში და ეგ ნიშნავს, რომ მუცელში ბევრი ცხიმებია, მუცლის ცხიმები ბევრია, იმიტომ რომ სისხლში მაგ ცხიმებს უშვებს ეგ მუცლის ცხიმები ხშირად. კარგი ქოლესტერინი დაკლებულია, ეგეც მნიშვნელოვანი მარკერია. ALT რომ მომატებულია ნიშნავს, რომ ღვიძლს დაპირშვა ადგება, იმიტომ რომ ესეთ რაღაცა ხდება, რომ ეს მუცლის ცხიმები პირდაპირ ღვიძლში უშვებს ცხიმებს და ღვიძლის გაცხიმებნება ვითარდება, ანუ ღვიძლი ვერ მკლავდება ამ წვდენი ცხიმით გადამუშავებას და ღვიძლში გროვდება მე ცხიმები. და ეს ALT არის ანთების მარკერი ღვიძლის და ეგ არის ხოლმე მომატებული, რაც ნიშნავს, რომ ღვიძლში არის პრობლემა. და კიდე მუცელი ვისაც აქვს, იმ ადამიანს უჭირთ ვარჯიში, უჭირთ სირბილი, უჭირთ ფიზიკურად არ არიან აქტიურები. რა არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენ მუცლის ცხიმებთან დაკავშირებით? უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მუცლის გარშემოწერილობის და სიმაღლის ფარდობა. მოკლედ, მუცელი ორჯერ დიდი და მეტი არ უნდა იყოს სიმაღლეზე. აი ეს ოქროს წესივით რომ დაიმახსოვროთ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მნიშვნელოვანი არის, რომ შეხედავ ადამიანს, შეიძლება არ გამოიყურებოდეს სულთნად, მაგრამ მუცელი ქონდეს, ეგ უკვე პრობლემაა. ანუ არ იფიქროთ, რომ არაუშავს. მესამე მნიშვნელოვანი არის, რომ მენოპაუზა პირდაპირ იწვევს მუცელში ცხიმების დაგროვებას. ანუ ესტროგენების რაოდენობა ეცემა, ტესტოსტერონის რაოდენობა იმატებს და მუცელში ცხიმის განაწილებას ხელს უწყობს. ესტროგენებს დამცველებითი ფუნქცია. კაცებში რა ხდება?
კაცებში კიდე კუნთებს კარგავენ კაცები ტესტოსტერონის დაკლების გამო და ეგ ტესტოსტერონის ყოველწლიურად აკლდება ტესტოსტერონი ეგ კუნთების განლევას იწვევს კუნთების განლევა კიდე იწვევს ცხიმების დაგროვებას ანუ კუნთი თუ არ იზრდება და თუ კუნთი არ ნარჩუნდება ცხიმი იზრდება აი ეგ არის მოკლედ ასე ასაკთან ერთად ასევე ადამიანი ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, ნაკლებ მოძრაობს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მუდმივად იმოძრაოთ. ადამიანები ასაკთან ერთად სვამენ. ეგეც პრობლემაა, იმიტომ რომ ფიზიოლოგიაში ცხიმების წმას აჩერებს ალკოჰოლი, რაც მნიშვნელოვანია. ძილის პრობლემები აქვთ ადამიანებს, ეგეც დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ძილისას გრელინი იმატებს, ლეპტინი ქვეითდება, კორტიზოლი იმატებს, როცა ნაკლები ძინავს ადამიანს ან ძილის პრობლემა როცა აქვს. ეგეც მუცლის ცხიმების დაგროვებას, მადის გაძლიერებას განაპირობებს, ადამიანი ჭამს მეტს და მეტს. ასევე პროცესირებულ საკვებს როცა ჭამთ, სახში გამზადებული საკვები ძალიან ძნელია, რომ ძალიან ბევრი კალორიები მიიღო. მაგრამ როცა ნაყიდ საჭმელს ჭამ პროცესირებულ საკვებს, მოკლედ დაპაკეტებულს როცა ჭამ, ძალიან ადვილია, რომ პლუს 300 კალორიით გახვიდე, პლუს 500 კალორიით, რომელიც წონაში გამატებინებს, ცხიმებს გამატებინებს და პირველ რიგში მუცლის ცხიმები იმატებს, პირველ რიგში მუცლის ცხიმები იკლებს. შესაბამისად, მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს დავაკვირდეთ, როცა სისხლში ლიპიდებს ვაკეთებენ, ქოლესტერინის ტესტს რო ეძახიან ვაკეთებენ, დავაკვირდეთ, როგორ არის ტრიგლიცერიდები და HDL-ი. ანუ კარგი ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები. ტრიგლიცერიდები თუ მომატებულია, კაი ქოლესტერინი დაკლებულია, ეგ დიდი პრობლემაა. ასევე ALT-ს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეიძლება ნორმაში იყოს, მაგრამ ზედაზღვართან ახლოს იყოს და ნიშნავს, რომ ვიზის პრობლემა აქვს. ასევე ქალებს, რომელსაც აქვს პოლიცისტური საკერხის სინდრომი. ინსულინ რეზისტენტობა ხშირად ანდროგენებით მომატებელია, მუცელში ცხიმი ადვილად გროვდება ეგეთ დროსაც. ზოგ შემთხვევაში იშვიათად შეიძლება კუშინგის სინდრომი ჰქონდეს ადამიანს და მუცლის ცხიმების დაგროვებას პირდაპირ ხელს უწყობს, თუმცა ეგეთ შემთხვევები რეალურად იშვიათია. ასევე ფარისებრი ჯირკვის ფუნქცია, როცა დაქვეითებულია, ადამიანის წონში იმატებს ადვილად და მუცელი ეზრდება ადვილად, ასე რომ ფარისებრი ჯირკვის ფუნქციაც გადასამოწმებელია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან არ იყოს ადამიანის წონში მომატებული. მნიშვნელოვანია ასევე კუნთების მდგომარეობა. რაც ნაკლები კუნთები აქვს ადამიანს, მით მეტი შანსი აქვს, რომ გაეზარდოს მუცელი. რეალურად ასაკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაპროვოცირებელია, ამიტომ არის რომ 30 წლის მერე მუცელი იმ ადამიანებსაც ედებათ, ვისაც აქამდე არასდროს არ ქონია. ჭამის გამო, იმის გამო რომ ეციან, კუნთები განელებან, ალკოჰოლს სვავენ, ცოტა ძინავთ, მეტი სტრესი აქვთ, პერიმენოპაუზა აქვთ, ანდროგენები იკლებს კაცებში, ან ტესტოსტერონი იკლებს და ზოგს გენეტიკურადაც აქვს ეს. ახლა როგორ განსაზღვრავთ რა არის ჯანმრთელობა, რა არის ჯანსაღი და რა არ არის ჯანსაღი. კაცს თუ 102 სანტიმეტრზე მეტი აქვს გარშემოწელობა მუცლის პრობლემა. ეს მიიჩნევა რომ ბევრი მუცლის ცხიმები აქვს. ქალს თუ 88 სანტიმეტრზე მეტი აქვს, ესეც დიდი პრობლემაა. აზიელებისთვის კაცების შემთხვევაში 90 სანტიმეტრი მიიჩნევა, ქალების შემთხვევაში 80 სანტიმეტრი. თუმცა ყველაზე კარგი საზომი და ყველაზე მარტივი არის წელის და სიმაღლის ფარდობა. მოკლედ, წელის რაოდენობა, წელის გარშემოწელობას სანტიმეტრებში შეაფარდებ შენ სიმაღლეს და 0.5-ზე მეტი არ უნდა იყოს, თორე პრობლემაა. ანუ ეს ძალიან ადრეული მარკერია, იმიტომ რომ ხა 102 სანტიმეტრი შეიძლება არ ქონდეს გარშემოწელობა კაცს, მაგრამ მაინც დიდი მუცელი ქონდეს. 102 სანტიმეტრი არის, ორჯერ 102 არის
204 ხო? ანუ 204 სანტიმეტრი შეიძლება არ იყოს კაცი. იყოს 175 თქვა და 102 სანტიმეტრი ხო. ეგ ძალიან დიდი პრობლემაა. ანუ ეგ უკვე გვიანია, მაგის თქმა უნდა. შესაბამისად მარტო იმ ოფიციალურ საზომს არ უნდა დაველოდოთ, რომ თქვენ 100-ზე მეტი კონდეს კაცს მუცელი, ეგ არ არის სასამართლიანი, ამიტომ წელის და სიმაღლის ფარდობა გამოიყენება როგორც საუკეთესო ვარიანტად. ასევე სისხლში რას ვამბობ, ტრიგლიცერიდები არ უნდა იყოს მომატებული 150-ზე მეტად და 150-იც არ უნდა იყოს, ნაკლები უნდა იყოს. არ უნდა იყოს HDL-ი დაბლა. სისხლის წნევა 130-ზე მეტი, 130-85-ზე მეტი არ უნდა იყოს, ეგეც მნიშვნელოვანი. და გლუკოზის დონე უზმოზე 100-ზე მაღალი არ უნდა იყოს, ეგეც პრობლემის მაჩვენებელია. ასევე გლიკირებული ჰემოგლობინის ზომავე ხოლმე მნიშვნელოვანია ეგეც და ინსულინის მგრძნობელობას ხომა ინდექსსაც ზომავენ. შესაძლებელია ასევე ღვიძლის ელასტოგრაფია, ღვიძლის სტრუქტურის ნახვა, ან უბრალოდ ეკოსკოპიით მის შეფასება შესაძლებელია. დექსათი შესაძლებელია, ასევე ცხიმის რაოდენობის გაგება. ხო სტანდარტ მიიჩნევა, თუ ვისაც უნდა ზუსტად გაარკვიოს მის სხეულში რამდენი პროცენტია ცხიმი, ამისთვის დექსას აპარატი გამოიყენება. ახლა რა არის მკურნალობა? ხო, კაი ამბავი ის არის, რომ მკურნალობა შესაძლებელია, ეს ბედნიერება. საკმარისია წონაში დაიკლო 5-10% და ვისცერავი მუცლის ცხიმს იკლებ თითქმის 30%-ს. 12 კვირაში და ტრიგლიცერიდები ჩამოდის, კარგი ქოლესტერინი ადის, ALT ქვეითდება, გლიკირებული ჰემოგლობინი ქვეითდება, წნევა ქვეითდება. მოკლედ ყველაფერი ჯობესდება 12 კვირაში. ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ წონაში კლება ესეც დროს. და წონაში კლება მიიღწევა დღეში -300-500 კალორიის დეფიციტით, ოღონდ ამ დროს ცილების ტამა უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა 1,2 გრამი ან 1,6 გრამი კილოგრამზე, რამდენი კილოც არის, დაახლოებით 1,6-ზე უნდა გაამრავლო ის და იმდენი გრამი ცილა უნდა მიიღო ყოველ დღე. ბოჭკოვანი უნდა მიიღო ყოველ დღე თითქმის 40 გრამი და უნდა ივარჯიშო, რომ კუნთები არ განილიოს, რა ძალიან მნიშვნელოვანი. მოძრაობა დაახლოებით 10,000 ნაბიჯი დღეში, ცოტა მეტი სასურველია. ძალისმიერი ვარჯიშები კვირაში 2-3 ასევე სასურველია და ყოველდღურად ეცადე რომ მეტი იმოძრაო. თუ შეგიძლია რომ კიბებით ახვიდე, კიბებით არ ალივდი, თუ შეგიძლია რომ სამსახურში ფეხით მეხვიდე და ფეხით მიდი და არა ტრანსპორტით, თუ შეგიძლია რომ მაღაზიაში ერთით შორს წახვიდე, იქ ერთით შორს წადი, ვიდრე იქ ახლოსში რაცა იქ რომ მეტი სიარული გამოგივიდეს. ძილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უნდა გვეძინოს 7-დან 9 საათამდე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ კორტიზოლის დონეს მნიშვნელოვნად ზრდის, თუკი ცოტა გძინავს სტრესულ ჰორმონს და შივდება ადამიანს ძალიან. წონაში კლებისთვის გამოიყენება წამლები, სემაგლუტიდი, ტირზეპატიდი და ესეთი ძვირიანი ნემსები როა გასაკეთებელი ოზემპიკით და ალბათ ეგენით. მაგრამ ახლა ვისაც არც მაგის საშუალება აქვს და ესე მეტფორმინიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეხმარება გლუკოზის კონტროლისთვის გამოიყენება და ვისაც პრედიაბეტი აქვს ან ინსულინ რეზისტენტობა, მათთვის ორლისტატი ცხიმების შეწოვის შემცირებას ახდენს და მნიშვნელოვანია საკმაოდ მუცლის ცხიმების შემცირებისთვის. და ასე მცირე ცვლილებები შესაძლებელია ნამდვილად რომ მუცელი შევიმციროთ და ეხლა ვთქვათ ალკოჰოლურ მუცელზე, ანუ ლუდის რიფს რო ეძახიან, რა ხდება? ლუდი და ზოგადად ალკოჰოლი ბეტა ოქსიდაციას ამცირებს ღვიძლში, მოკლედ ცხიმების წვას აჩერებს და პირიქით ცხიმები წარმოიქმნება და ეგ ძალიან დიდი პრობლემაა. ტრიგლიცერიდები ზევით ადის, კარგი ქოლესტერინის ქვევით ჩამოდის, ჰორმონული ცვლილებას ახდენს. ტესტოსტერონს ამცირებს დაახლოებით 30%-ით. ძალიან დიდი ის არის სხვა შოვა 20-დან 30%-მდე ტესტოსტერონს ამცირებს ალკოჰოლს, როცა სვავ. და ტესტოსტერონი კუნთებს განდებს. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია.
როცა ალკოჰოლს სვავს ადამიანი ფრაგმენტირებული ძილი აქვს, შესაბამისად დილით უფრო მეტიშია, ნაკლებს მოძრაობს, იმიტომ რომ თერი დღე დაღლილია და ეგეც მუცლისწყლების წარმოქმნას ხელს უწყობს. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც კვირაში 7-ზე მეტ ჭიქას სვამენ, ან 7-ზე მეტ ბოთლს, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან, თუმცა ერთიც კი მავნებელია. ან არ იფიქროთ, რომ ერთი ლუდი არ არის მავნებელი, ერთიც მავნებელია. ადამიანები, რომლებიც ბევრს სვამენ, ბევრს მოძრაობენ, ასაკში არიან, არ ვარჯიშობენ, ეწევიან, ბევრად მაღალი რისკი აქვთ დაემართოთ დიაბეტი, გულის დაავადებები, ინფარქტი, ინსულტი, შესაბამისად დიდი ყურადღება საჭირო. კლასიკური მაგალითი არის ობლექურნე კაცი, რომელიც მუშაობს ოფისში მაგალითად, რომელიც საღამოობით უსვამს მეგობრებთან ერთად. აქვს ლუდის მუცელი და ჩვეულებრივი ამბავია ეს. პერიმენოპაუზალური ქალები მაგალითად 40-ზევით, ასევე როცა ესტროგენების რაოდენობა მცირდებათ და კუნთების განილება, ეს დამცველობითი ფუნქცია ესტროგენების შემცირებულია და მუცელი ეზრდებათ. დიაბეტის რისკია ძალიან დიდი, როცა ადამიანს მუცლისწყლები აქვს. ღვიძლის გაცხიმონების რისკია დიდი, მერე არაალკოჰოლური ღვიძლის გაცხიმონება, ფიბროზი, ათეროსკლეროზის რისკია, გულის დაავადებების, ჰიპერტენზიის, ასევე სიმშინეების რისკი იზრდება, როცა მუცლისწყლები აქვს ადამიანს. ეს მუცლისწყლები მოკლედ უშვებს ამ ანთების მარკერებს, მთელს ორგანიზმში სისხლში და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. პირდაპირ ჩათვალე, რომ ღვიძლში უშვებს და უშვებს მავნე კომპონენტებს მუცლისწყლები, ამიტომ ძალიან დიდი პრობლემა არის ალბათი. ხო. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი მუცელი ვაკონტროლოთ, მუცელი არ უნდა იყოს დიდი. ჩვენ შეგვიძლია რომ პატარა ნაბიჯებით მოვახერხოთ ეს, ბევრი სიარულით, ვარჯიშით, ნაკლები პროცესირებული საკვებით, ნაკლები ალკოჰოლით. შესაძლებელია მუცლისწყლების მნიშვნელოვნად შემცირდება. მეტი ცილები, მეტი ბოჭკოვანი, ომეგა-3-ც ეხმარება სხვათა შორის, მწვანე ჩაის ექსტრაქტი ეხმარება, რომელიც მნიშვნელოვანია 300-400 მილიგრამი დღის განმავლობაში. მაგნიუმი ეხმარება, ვიტამინი D ეხმარება ასევე და მეტფორმინი, ორლისტატი, სემაგლუტიდი, ტირზეპატიდი, ესენი არის პრეპარატები, რომელიც ხშირად გამოიყენება იმ ადამიანების მიერ, ვისაც უნდა მუცლისწყლების შემცირება. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესეთ, ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, ან გამოწერეთ არხით. ვისაც გააქვთ სურვილი რომ არხით განვითარებას ხელი შეუწყოთ, დონაციები შეგიძლიათ გააკეთოთ აღწერაში მაქვს ანგარიშის ნომრები, ან გამომწეროთ პატრეონზე და გახდეთ დონატორი იქ. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.